თავისუფლად ხალხია იგულისხმება, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის იურიდიულად პრეზიდენტი, მაგრამ ფაქტიური პრეზიდენტი იქნება. ამიტომ ჩემთვის მაგალითად მოგებელია. ჩემი აზრით მე მგონი არა, იმიტომ რომ უკვე გამოაჩინა მან თავის შესაძლებლობები და რატომღაც ვფიქრობ, რომ ბოლომდე ვერ გაამართლა. და ამიტომ მე მგონი ახალი სახეები წარმოჩნდნენ ჩვენ პოლიტიკაში და თავრობაშიც. ვფიქრობ მისაღები იქნება, რადგანაც რეალურად ძალიან ბევრი მოვლენები წარმატებით მიმდინარეობს საქართველოში და ეკონომიკური ზრდა ნამდვილად აისახება. რაღაც მინუსები რა თქმა უნდა არის, მაგრამ პლუსი ალბათ უფრო მეტია და ვფიქრობ, რომ მისაღები იქნება. Ყველა შემთხვევაში 3 წლის შემდეგ თუ კი რადიკალურად განსხვავებული ძალა მოვა ხელისუფლებაში, ჩემთვის გასაგებია, მე ამას უყურებ 20 წელია. და ყოველთვის ესე მეორდება, დაიწყება ძალაუფლების გადანაწილებისათვის, ფინანსური გავლენებისათვის, იგივე სხვადასხვა გავლენებისათვის ბრძოლა, რაც გამოიწვევს ჩემთვის ბევრ არასასურველ პროცესს. საქართველოში მგონი მან ამოწურა თავისი შესაძლებლობები და უფრო უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისათვისაც, რომ თუ საზღვარგარეთ გაგრძელებს მოღვაწეობას. ნამდვილად არ მინდა რომ ისევ გაგრძელდეს, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებშია, დროულად დამთავრდეს, ამოიწუროს და ავირჩიოთ ახალი. რაც ის ქვეყნები მე ასეთი მომწონს, აი ესეთი საარჩევნო სისტემა რო აქვთ და სულ მუდმივად ვუყუროთ. ხა ლუკაშენკო რამდენი წელია, 18 წელი რო ვუყურეთ ასე, მეც არ არის კარგი ქვეყნისთვის. შეუძლია რჩეულად დარჩეს ეკონომიკურ საკითხებში, რომელიც ძალიან კარგად გამოდის და თუ შეიძლება პოლიტიკაში რჩევლის სახით დარჩება, არ არის აუცილებელი რომ რაღაც თანამდებობაზე იყოს კაცი, რომ მიიღოს ამ გადაწყვეტილებებში ბოლომდე არა, ყოველ შემთხვევაში რჩეველი რაღაც დონეზე თუ იქნება, უკეთესი იქნება. ყველაფერი ნათელია, ხო, დღესდღეობით ცხოვრება როგორ შესვილია საუკეთესობის ხრი და თუ კი პრემიერ-მინისტრი იქნება, ალბათ კიდე დიდი ძალა იქნება, რომ თავის კიდე ისე იყოს ყველაფერი როგორც ეხლა. რამდენადაც ვიცი, დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, ანუ საკონსტიტუციო ცვლილებები თუ დამტკიცდება, პრემიერ-მინისტრი ხდება მთავარი ფიგურა ქვეყანაში, ანუ მთელი ძალა პრეზიდენტიდან გადადის, შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრზე. ამ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი გახდება, ის იქნება ფაქტიური პრეზიდენტი და არა პრემიერ-მინისტრი და მივიღებთ იმ მდგომარეობას, რაც გვაქვს დღესდღეობით რუსეთში. ანუ ჩემი აზრით, სხვაცაც უნდა მიეცეს საშუალება, რომ იგივე თანამდებობა დაიკავოს, რაც დღეს მიხეილ სააკაშვილს უკავია. რომ რაღაცნაირად არ მივიღოთ ავტორიტარული რეჟიმი ქვეყანაში.